благословит. ჩვენ ვაგრძელებთ ძვირფასებო ამ სადღესასწაულო მსახურებაში ნეტარებას. Мы продолжаем вот блаженство в это праздничные дни. წინა კვირას აღნიშნავდა ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მიმდევარი ქრისტეს ამ დღესასწაულს. На прошлом воскресенье очень много последователей Христа праздновали этот праздник. გესმით, კათოლიკები აღნიშნავდნენ, Католики праздновали, პროტესტანტთა ნაწილი აღნიშნავდა часть протестантского мира тоже და праздновали. ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ეკლესიაც აღნიშნავდა. И очень многие православные церкви тоже праздновали этот праздник. გესმით, მაგრამ ნაწილი, მცირე ნაწილი მართლმადიდებლების დღევანდელ დღეს აღნიშნავს А малая часть православного мира празднует сегодня. და ჩვენს გადავწყვეტეთ ამ დღეს აღვნიშნოთ ქრისტეს აღდგომა. И мы решили сегодня праздновать сегодня этот праздник. ამენ, იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს ვიფასებო. Нет никакого различия. ხალხი ისაკუთრებს ეს ჩემი დღესასწაული ამბობს, ეს ჩემი დღეა. Люди говорят, это мой праздник лично, это мой праздник. Они как бы собственностью делают этот праздник. და მე მინდა რომ ჩვენ ვნახოთ ვიფასებო თუ საიდან იღებს სათავეს ეს დღესასწაული. Я хочу, чтобы мы узнали источник этого праздника, с чего начинается. თითქოს ყოველ წელს ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ. И кажется, как будто каждый год мы говорим об одном и том же. მაგრამ ღმერთის სიტყვა არ იცვლება. Но Божье Слово, оно не меняется. თავარია მან ჩვენი ცხოვრება უნდა შეცვალოს. Но главное, оно должно изменить и менять наши жизни. და ქრისტიანისთვის აღდგომის დღესასწაული არის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი. Для христиан праздник Пасхи, он, наверное, самый важный, самый такой торжественный. და ეს დღესასწაული ღმერთმა თავის ერს ებრაელებს დაუწესა დასაწყისში. Этот праздник Бог сказал праздновать своему народу вначале. იმის შემდგომ, როდესაც სასწაულებრივად გამოიყვანა ეგვიპტის მონომისგან. Когда он чудесами, знамения вывел их из Египта. და უთხრა რომ ყოველწლიურად აღნიშნეთ ეს დღესასწაული. Сказал, что каждый год празднуйте праздник Пасхи. დენომინაციებმა საკუთარი პარალელი გაავლო და ჩამოაყალიბა ესეთი არაბიბლიური რიტუალების მეშვეობით აღნიშნა ამ დღეს. И многие деноминации, как бы, ну что, они выделили для себя какими-то вот неправильными ритуалами, они как бы вот загрузили вот этот праздник. და თუ ბიბლიას სწავლობ, ვერანაირ საერთოს ვერ იპოვი იმ რიტუალებსა და ბიბლიურ დღესასწაულს შორის. Если ты изучаешь Библию, тогда ты нету такого, что ты найдешь то, что сегодня празднует с библейской истиной, Библией. მე ესეთი სათაური მივეცი დღევანდელ ჩვენს ქადაგებას ვიფასებო, საუფლო პასექი. Такое название, как Господня. Да, Пасха Господня. ამენ. ზუსტად ასე არის მოხსენებული ბიბლიაში. Так вот этими словами говорится в Библии. და ბიბლიური პასექი ესე იწყება, მოდით ნახოთ ვიფასებო. И библейская Пасха. პირველი საინტერესო ილუსტრაცია. У нас одна интересная иллюстрация есть. კრავი, სააღდგომო, Пасхальный агнец, სისხლით აღვრილი кровь пролитая. და ეს სისხლი არის მთელი რუქის, ანუ სოფლიოს ფონზე. Это кровь, как бы нашей планеты, все материки. აი რუკა თუ გავს ნანახი, სწორედ იმ ფორმით არის ვიფასებო იესოს სისხლი, ანუ ის ყველასთვის დაიღვარა. Это как карта мира, то есть кровь Иисуса пролита была за всех. აი ნამდვილი პასექი, რაც არის ბიბლიური ვიფასებო. Вот это есть настоящая библейская Пасха. ამიტომ რომ ის რასაც ჩვენ ხედავთ ან ტრადიციულად შემოდის, არანაირი საერთო არ აქვს უმანკო კრავთან, ჯვარცმასთან, კვერცხებთან, შეღებილ ჭრელ და ასე შემდეგ. მოდით შემდეგი ვნახოთ. Эти традиции, которые все входят, они не имеют ничего общего с... ნახეთ დრო როგორ შეცვალა, დასაწყისში იყო ჯვარცმა, შემდეგ გამოქვაბული, სადაც იესო დაასვენეს На нашей кресте, потом гробница. და ნელ-ნელა სახე იცვალა და არ ვიცით ხვალ და ზეგ როგორი აღნიშნვით შეეგებებიან ამას ხალხი. И просто религия все изменила, люди как бы меняют, я не знаю, к чему они еще могут прийти. ეს არის ადამიანის არჩევანი, როგორც ირჩევს, მაგრამ მე მინდა დღეს ვნახოთ ბიბლია რას გველაპარაკება ამასთან Это დაკავშირებით. выбор человека, человек сам выбирает. Я хочу сказать, о чем сегодня говорит Библия. რომ ჩავწვდეთ ღმერთის კონკრეტულ მოცემულობას. Просто вникнуть в то, что Бог дает. ქრისტიანებს
თავისი ადათ-წესები ამოძრავებს. А христиан часто свои правила, вот их Движит. движутся. მაგრამ ღმერთი თავის მიმდევრებს უჩვენებს გზას ყოველთვის და გამოყავს ისინი სხვადასხვა პრობლემებიდან. Но Бог свой путь показывает своими последователями, чтобы вывести их с проблем. თავის მოსწავლეებს ის აფრთხილებს და ეუბნება აფრთხილებდა და მომავალშიც გააფრთხილებს რომ არ აყვეთ დანარჩენ ხალხს, იმიტომ რომ ისინი გაიძურებენ მათი ადათ-წესების შესრულებას. Потому что Иисус предупреждал учеников, и сегодня также говорит, что не следуйте за волшебством, за традицией. იმიტომ რომ წუთის ოფელის თავისი გულის თქმებით არის გაჯერებული და იესოს გვაფრთხილებს რომ ნუ შეიყვარებო წუთის ოფელს. Потому что в ввиду своей похоти Иисус говорит, что не любите эти похоти, этот мир. და ჩვენი ბიბლიის ბოლო თავის გამოცხადების ბოლო მუხლებიც ამას ცხადყოფს ვირფასნაო. И также последняя книга Библии Откровения и последний стих также говорят об этом. რომ არაფერი არ მოუმატო რაც იქ წერია. И прибавляют книги, вот только что что-то написано лишнее, не прибавляй და туда. არც არაფერი მოუკლო რაც იქ დაწერილია. И также не убавляй от книги ничего. და მოდით ნახოთ რას амბობს ღმერთი ძვირფასებო წმინდა წერილში. Что Господь в Священном Писании? ის არის ყველაფრის დამაბალანსებელი. Он тот, который все балансирует. ამენ. რაღაცები ხდება ჩვენს ირგვლივ, Вокруг нас движется так. ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები В ხდება. нашей жизни что-то происходит. ამენ. ჩვენს ორგანიზმში შეიძლება რაღაცები ხდებოდეს Может, что-то в нашем организме происходит. და ჩვენ ვეცდებით რომ რაღაც ნახოთ გამოსავალი, И мы ищем какой-то выход, ну, пытаемся выйти из მაგრამ ამ ситуации. ყველაფრის თავარი დამბალანსებელი არის ღმერთი. Но главное, кто все балансирует, это наш Господь. ადამიანი ეცდება რომ კარგად იცხოვროს, Человек стремится хорошо жить, რომ ყველაფერი კარგად ქონდეს, что у него все было хорошо, მოაწესრიგოს, ну, чтобы какой-то порядок, აშენებს, он строит, ესმეთ და ეცდება რომ შექმნას იდილია ოჯახური, он хочет такую семейную идиллию создать. შეიძლება მოემართა ხელი და კარგად არის მისი ცხოვრება Потому что у него все хорошо, у него очень და მუდმივად ესე ხდება ძვირფასებო, რაღაცები ირევა. Ну, обязательно, чтобы ну, как бы начинает колебаться. და зогჯერ ღმერთი უშვებს რომ რაღაცები აირეოს. Иногда Бог вот допускает вот эти ამენ. колебания в нашей ზოგჯერ жизни. ხშირ შემთხვევაში ადამიანის ურჩობა იწვევს ამ რყევებს. Так часто колебания происходят от непослушания. ამენ. მაგრამ ასევე ღმერთის უშვებს რომ არის რაღაც და მე არ დაურიოს რომ იმიტომ რომ ის არის კონტრასტის ღმერთის ძვირფასება. Да, потому что иногда Бог просто вот допускает эти колебания, потому что он Бог контракт. Он не хочет, чтобы только одно было одинаково. ხო, იცით ხო, მისი ერი კარგად ცხოვრობდა, Вы знаете, что его народ хорошо жил, წარმატებული იყო, они были успешны, დიდარი იყო, богаты, კომფორტში ცხოვრობდა, они жили в комфорте, მაგრამ ღმერთმა დაუშვა შიმშილი. но Бог допустил голод, გესმენთ? იმიტომ რომ შენ გასწავლოს უფალმა. потому что он хочет тебя научить. გესმენთ? თუ როგორ გამოხვიდე რთული სიტუაციებიდან. Как тебе выходить из трудных ситуаций? ღმერთი ყოველთვის აბალანსებს მის მორშიშთა Он ცხოვრებას. всегда балансирует жизнь тех, кто его боится, ამენ, იმიტომ რომ მას უყვარს დაბალანსება. потому что он любит все балансировать. ამით ჩვენ გვაჩვევს და გვასწავლის რომ ვიყოთ მასზე ინტობილი და არ ვეყრდნობოდეთ არაფერს Он არასოდეს. учит нас, чтобы мы полагались на Бога, а не на что-то или на кого-то. იცით, ღმერთმა შიმშილით გამოსცადა თავისი ერის, ესე ვთქვათ, წარმატებული ცხოვრება, მაძღარი Да, ცხოვრება. Бог испытал вот голодом жизнь, которую они жили до этих пор, ну, в изобилии. და იცით, სახში დარჩენა არაფერს არ მოგიტანს. Потому что остаться в доме тебе не поможет. თუ აირია ყველაფერი და შიმშილია, სახში ჯდომა არ გაგაძღობს და პურს არ მოგიტანს. Если голод, то остаться в доме, это тебе ничего не поможет. Да. Хлеб не принесет. და მათ მოუწიათ ემიგრაციაში წასვლა. И они переселились в эмиграцию. მოუწიათ წასვლა То ემიგრაციაში. есть они были вынуждены эмигрировать. მანამდე იცით ხომ იოსების მონად გაყიდვა და თავად ისიც амბობს რომ მეო თქვენ კი არა ღმერთმა გამყიდაო მონად. Да, это была история, когда они пытались своего брата Иосифа в рабство. Он сам говорит, не вы, да ну Господь это все допустил. იქ ღმერთმა მადლი აპოვნინა ფარაონის თვალში, წარმატებას მიაღწია და ამის შემდეგ, ანუ გზა მოამზადა ღმერთმა. То есть вот Иосиф имел успех в Египте, то есть Бог уже готовил путь для своего народа. ზოგჯერ არის რომ რაღაცები ირევა ჩვენ ცხოვრებაში.
происходят иногда какие-то вот такие ситуации в нашей жизни. და ადამიანები ჩვენ ცნобაში ვარდებით фიქრობთ რატომ მოხდა ეს. И мы часто в искушение попадаем и говорим, почему, за что это так происходит. ამას აქვს გენიალური პასუხი ღმერთისგან ძვირფასება. Но здесь у Бога есть гениальный ответ. ღმერთის მორწმუნეებს მისი მოწოდებულებით მიღებულთ ყველაფერი სასიკეთოდ ეწევათ. Да, верующие во имя его, любящие Бога, все содействует ко благу. ამენ. ამიტომ რაც არ უნდა ხდებოდეს შენ ცხოვრებაში, იცოდე შენ თუ გააგრძელებ წვენაში ცხოვრებას და გაუფრთხილდები შენს მოწოდებას, რისთვისაც მოგიწოდა ღმერთმას, ბოლო ყოველთვის კარგად დამთავრდება. Да что бы ни было в твоей жизни, если ты продолжишь идти любить Господа, идти по его пути, то Бог все сбалансирует во благо. და რომ ცოტა სწრაფად წავიდეთ, ნახეთ, ძალიან კარგად ცხოვრობდნენ ებრაელები, გამრავლდნენ იქ 70 სულიდან მიაღწიეს ასეულებს. Они пришли в Египет, жили там, они размножились, было 70 душ, а потом они, миллионы стали, тысячами, они размножились. და ის იცით, ძალიან ბევრი ვეცდები ჩვენ რომ კარგი ნაცნობობა გქონდეს ერთმანეთთან, რათა გამოვიყენოთ და ხელი გაუწოდოთ ერთმანეთს. Часто люди используют знакомство, что другу-то помогает, там руку протянуть. მაგრამ ღმერთია იქაც მიდის და იქაც ანგრევს ამ ნაცნობობას, რომ შევწყვიტოთ ადამიანზე იმედის დამყარება და ღმერთზე ვისწავლოთ. Часто Бог рушит эти знакомства, чтобы не на знакомство полагались, а на Божью руку. და ის კარგი მათი ახლობელი მეგობარი, შინაური, ძმაკაცი ფარაონი გარდაიცვალა. И близкий друг, то есть и им, который во всем помогал, это фараон умер. და დადგა სხვა ფარაონი, რომელმაც დაიწყო უკვე ცუდად მიპყრობა მათთან. И стал другого, который плохо стал относиться к еврейскому народу. ღმერთმა ისევ თავისი ხელით აურდაურია ძალიან ესეთი კარგი სიტუაცია. И Бог опять все как бы вот разрушил эту ситуацию, это комфорт он. და ეს ყველაფერი ისევ მათივე კურთხევისთვის და განთავისუფლებისთვის. Даже чтобы освободить для их же благословения. როდესაც ღმერთი რაღაცას უშვებს ჩვენ ცხოვრებაში. Это что-то Бог допускает в твою жизнь, ჩვენ ცხოვრებაში. в нашу жизнь. ეს ჩვენს განთავისუფლებლად არის Это ვიფასე. для того, чтобы нас освободить. ამენ. იმიტომ ჩვენ გონია რომ თავისუფლები ვართ. Потому что мы думаем, что мы свободны. მაგრამ უფრო მონობაში ვართ თუ ესე უგონია. Но мы больше в рабстве, если мы думаем, что мы свободны. გახსოვთ ღმერთმა აბრაამს რომ უთხრა მინდა გაგამდიდრო. Он сказал Аврааму, я хочу тебя разбогатить. და აბრაამს გაუკვირდა რა უნდა გამამდიდრობას. მე ხომ მდიდარი ვარ. Авраам думал, что я и так богат, ну куда мне еще богатство? ეს მეტყვი რომ ადამიანი ფიქრობს რომ სიმდიდრე მარტო ან ფინანსია, ან თუ კარგად გააქვს ყველაფერი. Люди думают, что богатство это только иметь деньги, там что у него все хорошо. ეს მე იმიტომ რომ ეს ყველაფერს მოიცავს და მე მიხვდა რომ მართლა არ ყოფილა და ეგონა რომ ის იყო მდიდარი. Я Авраам понял, что такое настоящее благословение. ამიტომ გვეუბნება დღეს უფალი ძვირფასება. Сегодня Господь нам говорит, როდესაც განსაცდელში ვარდები, სიხარულად შეერაცხეს ყველაფერი. когда ты подаешь в искушение, принимай это с радостью. ამენ. გესმით ჩემი ძვირფასება. Вы слышите меня? გესმით? Слышите მე меня? მომისმინეთ. Пожалуйста, меня ყურადღება არ გაფანტო. не посеивайте. მხოლოდ კონსპექტი გეჭიროს ხელში, ტელეფონი გადადე გვერდზე. Пожалуйста, отложите ваши мобильные. ამენ და ყურადღებით იყავი. Будьте, пожалуйста, რომ внимательны. უფალი შენ გელაპარაკება. Ибо Господь сегодня к тебе говорит. არ მისცეს მაგ საშუალება რომ რაღაც მოგფაროს. Дьявол право, чтобы что-то обыграл და тебя. ამით მეც მომეხმარები. И также ты мне помогаешь. ამენ. გინდა მომეხმარო. Ты хочешь мне помочь? ჰალელუია. ამიტომ თუ მობრძანდი აქ ყურადღებით მომისმინე. Если пришел сюда, просто будь внимателен. თუ გინდა გაიზარდო, Если хочешь вырасти, გინდა возрасти. გაიზარდო. Ты хочешь возрасти. მაშინ ღმერთი პრობლემებით და განსაცდელებით გასწავლის და გეხმარება. Бог через испытания, через проблемы, тебе помогает росту твоему. ამიტომ ღმერთისთვის არის ძალიან არასასიამოვნო. Но для Бога это не очень как бы вот комфортно или хорошо. Приятно. Да, приятно. Я не нашла это слово. ამენ. როდესაც ივიწყებ მას. А когда ты его забываешь. ამენ. აი წარმოიდგინე შვილს მაშინ ახსენდებოდე მხოლოდ Представь, ребенок вспоминает тебя только в том случае, როცა ან კამფეტი უნდა, когда он или конфету захотел, ან რაღაც ჭირდება. или что-то нужно ему. მაშინ გეუბნებოდეს რომ მიყვარხარ. Он в таком случае говорит тебе, я люблю тебя. ხომ არ არის ეს კარგი? Это же нехорошо, პირიქით неприятно. გინდა რომ სულ გეუბნებოდეს მიყვარხარ. Ты хочешь, чтобы он всегда тебе говорил, что помнил. და იცით როგორც კი კარგად ცხოვრებას იწყებდნენ, И когда они начинали жить хорошо, ავიწყდებოდათ ღმერთი. они забывали Бога. და ახსენდებოდათ მაშინ, И тогда только они вспоминали, როცა პრობლემები იყო. когда у них были проблемы. იცნობ ესეთ ადამიანს, Ты знаешь такого человека?
რომელსაც კარგად რო არის არ ახსოვს ღმერთი, который все хорошо, он Бога не помнит, ну, მსახურებაზე შეუძლია არ მივიდეს, он может и на служение не ходить, შეუძლია ლოცვაძეს არ მივიდეს, и на молитву не посещать молитвы, უჯრედზე არ მივიდეს, на ячеечное служение не მაგრამ თუ პრობლემა, идет. Но когда у него проблема, იცი იხსნება ესეთი პატარა პანჯარა. и во время проблемы такая вот маленькая вот окошечко открывается, და მე მიდის ღმერთთან. и он идет к Богу. და ასე მოვიდა ებრაელებს. И также получилось, ისე კარგად იყვნენ, они так хорошо были, რომ ეს ყველაფერი რაც ქმნიდა მათთვის სიკარგეს, а все, что делало вот благо в их жизни, творило благо. ეს გახდა მათი ღმერთი. Это стало их Богом. ადამიანები ღებულობენ ღმერთისგან ყველაფერს А люди все получают от Бога. და მე ის, რასაც ღებულობენ, ხდება მათი ღმერთი. И все, что они получают от Бога, это делается, становится им Богом. და ეს შეიძლება ქონება გახდეს, Может, это будет имущество, სიმდიდრე, богатство, სახლი, дом, კარმიდამო, ну всякое, ტრანსპორტი, транспорт, შვილი, дети. ესმე, ყველაფერი შეიძლება გახდეს ღმერთი. Все может стать Богом. ესე ცხოვრობს ხალხი. И так живут люди. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა კონდეს У всего должно быть свое место. და ურევენ ამ ადგილს ვიფასებო ერთად. Но люди мешают вот эти места. და ჩავარდნენ პრობლემაში. И они впали в проблемы. არა მხოლოდ შიმშილით, Не только голод. საშინელ გაუსაძლის მონობაში. Они были в ужасном рабстве. არავინ პასუხს არ სცემდა Но никто не отвечал им. და გაახსენდათ ღმერთი. И они вспомнили Бога. ვინმე სხვა არ აწუხებს სკლეროზე. Так кто-то случайно не страдает склерозом? ამიტომ ადამიანმა რომ გაიგოს, Да чтобы человек понял, რომ გაიგოს, чтобы узнал, რომ მას აქვს ძალიან ცუდი დიაგნოზი, что у него очень плохой диагноз. რომ უცებ აღმოაჩინოს. Ну, допустим, вот скроется этот диагноз. ექიმმა უთხრა ცოტა დრო გრჩება და მოკვდები. Врач сказал себе, осталось мало времени, ты скоро умрешь. ყველა გაიქცევა ეკლესიაში. Все побегут в церковь. და ეს არ არის წმენა ძვირფასება. Но это не есть вера. ეს არ არის ერთგულება. Это не есть верность. ეს არ არის მორჩილება. Это не послушание. მასე ყველა იქცევა. Так поступают все. შენ აღმატებული სული უნდა გქონდეს. У тебя должен быть такой вот превосходный дух. ამენ. შენ მუდმივად უნდა იყო მისი ერთგული. Ты должен всегда быть верным Господу. და შეღაღადეს ღმერთს. И евреи возопили Господу. და ღმერთი დაპირდა მათ გამოყვანას იმ პრობლემიდან. И Бог обещал их вывести с проблемой. ის დაპირდა განთავისუფლებას. Он обещал им освобождение. მაგრამ Но პირობები შესთავაზა. он и такие условия поставил. Ну, предложил условия. ანუ უთხრა, თქვენ ხოლმე პირობას მიყენებთ. Он говорит, что вы же ставите мне условия. გამანთავისუფლე ღმერთო, ხო Вы მეუბნები. говорите же, Господи, освободи нас. რატომ? რის საფუძველზე უნდა Да გაგანთავისუფლო? почему? Вот ради чего я должен вас освобождать? ნუ კარგი თუ მიყენებ პირობას, Раз вы не ставите условия, მეც წამოგიყენებ პირობას. я тоже вам поставлю условия. და ამ პირობის მეშვეობით გაგანთავისუფლებ. И через эти условия я освобожу вас. თქვენვე მიგაღებინებთ მონაწილეობას თქვენს Вы განთავისუფლებაში. будете участвовать в своем освобождении сами. ამენ. მე კი არ გავაკეთებ რაღაცებს. თქვენ მიიღებთ უშუალო მონაწილეობას Не ამისთვის. только я, но и вы будете участвовать в деле ამიტომ რა უნდა გააკეთოთ? Что вы должны делать? უნდა მოამზადოთ, Да вы должны приготовить, რომ შეძლოთ აღსრულება იმ რიტუალების, რასაც მე დაგიწესებ. вы должны приготовиться, чтобы исполнить ритуал, вот который я вам скажу. და პირობა რა არის ძვირფასებო? ყოველთვის არ არის ის, რაც შენ მოგწონს. მოგიწევს იმის გაკეთებას, რაც არ გინდა. А условия это не то, что тебе только нравится, но может быть то, что даже тебе и не нравится. დასაწყისში რას გავაკეთებ? Что я сделаю в начале? თქვენ გიყვართ რომ თვითონ იყოთ უფროსი Да вы сами хотите быть главными во все და არ გიყვართ главное. უფროსი. Но вы не хотите, чтобы кто-то был над вами главный. ამიტომ მე უფროსს დაგიყენებ. И потому я поставлю над вами главного, Yes, руководителя. და დაუყენა მოსე. И он поставил Моисея. ზოგს მოსწონდა, Кому-то нравился, ზოგს არ მოსწონდა. кому-то не нравился. ზოგს მისი ვარცხნილობა არ მოსწონდა. Кому-то его прическа не нравилась. ზოგს მისი დიქცია არ მოსწონდა. Кому-то его дикция не нравилась. ზოგს მისი ცოლი არ მოსწონდა. Кому-то его жена не нравилась. ზოგს მისი სპეციალობა არ მოსწონდა და პროფესიონალიზმი. Да кому-то его профессия не нравилась. ზოგს მისი პრინციპი არ მოსწონდა. Кому-то его принципы не нравились. ჰალელუია. Аллилуйя. მისი მოთხოვნები
его требования. უკომპრომისობა, Что он не шел на компромисс, не нравилось это. გესმით? ასეთია ადამიანები. Да, люди такие. ზოგს არ მოსწონდა ის რომ რა მარტო მას უსმენს ღმერთი. Мы говорим, что только через него Бог говорит, что ли. ამენ და ასე არის დღესაც ვიფასებო. И так же сегодня продолжается. სანამ მოსწონს. А пока нравится, შეიძლება ეპირფეროს, могут, полицемерить, там, А, лицеприятить. Так вот, да, вот пылинки сдувать, там, лицемерить, если нравится вначале. თუ არა და შეიძლება ზურგს უკან გასჭოროს. А если уже не нравится, то он будет за спиной сплетничать. არის ესეთები ვიფასებო. Да, есть такие. და ამისი მაგალითია დღევანდელი ეკლესიები ყველგან. Да, сюда, вот есть примеры, в церквях есть такое. ამენ, იმიტომ თუ შენ არ მოგწონს. И если тебе не нравится, ამენ. аминь. ის ვინც დაგიყენა უფალმა. Тот, который Бог сам поставил. არ აქვს მნიშვნელობა ეს ეკლესიაში იქნება, Неважно, это в церкви будет. სადმე თუ მუშაობ, შენი დირექტორი იქნება, Если ты работаешь, там твой директор. ვინმე ვინც სახელმძღვანელო, თქვათ თანამდებობაზეა. Или кто-то на руководящих არ აქვს მნიშვნელობა. должностях, неважно. გესმით? Понимаешь? გებულობ ძვირფასებო. თუ ის არ მოგეწონება, Если тебе это не понравится, მაშინ უნდა მოგეწონოს უზურპატორი ფარაონი. тогда тебе должен нравиться узурпатор фараона. ამენ, მესამე არ არის. Третьего нет. ამიტომ სწორად უნდა აირჩიო. Ты должен правильно выбирать. ესე რა დღეს მომწონს და ხვალ არ Что მომწონს. не нравится, завтра уже не нравится. და უთხრა რა, И что он сказал? მოსე მივა ფარაონთან დაეტყვის. Моисей пойдет к фараону и скажет: გაუშვი ეს ხალხი. отпусти этот народ. და ნახეთ რა დანიშნულებისთვის გაუშვა ძვირფასებო. И для какой цели он послал Моисея? პირველი ეთაყვანონ Он сказал, что отпусти, чтобы поклониться. დააფიქსირეთ. ეთაყვანონ, Запишите, пожалуйста, поклониться. ამენ, მერე Потом სხერფლი შესწირონ жертвоприношение принести. და მესამე ემსახურონ. И третье слушать. მუდმივად ამას ინმეორებს ღმერთი. И Бог всегда повторял фараону. ფარაონს უთხარი, ეთაყვანონ, სხერფლი შესწირონ, ემსახურონ. Отпусти, чтобы поклониться, принести жертву и служить Господу. ეთაყვანონ, სხერფლი შესწირონ და ემსახურონ. А поклониться, принести жертвоприношение и служить რამოდენიმე ადგილს გაჩვენეთ, მოდით ნახოთ მეხუთე გამოსვლა მეხუთე თავიდან. Исход 5 глава. ამის შემდეგ მივიდნენ ფარაონთან მოსე და აჰარონი და უთხრეს, ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი, გავუშვით ჩემი ხალხი რომ დღესასწაული გაგიმართონ უდაბნოში. და თქვა ფარაონმა მეორე მუხლი გამოსვის მეხუთე თავის. Фараон. გამოსვის მეხუთეს მეორე. Это 5-2. Исход. ვინა უფალი რომ ვისმინო მისი ხმა და გაუშვა ისრაელი? Он сказал: кто Господь, чтобы я слушал его голос и отпустил Израиль? ნახეთ, ვინ არის ღმერთი რომ გაუშვაო? Он сказал: кто такой Бог, чтобы его должен слушать? არც უფალს ვიცნობ, Я ни Господа не ცნობ და знаю, არც ისრაელს გაუშვებ. из Израиля не იცით отпущу. ზურბასებო, ფარაონს ეგონა რომ ის იყო ღმერთი. Фараон думал, что он Бог, მე ვარ ყოვლის что შემძლე. я всемогущий. და ღმერთად აღიარებდნენ имперიაში. И в империи, он считался და Богом. რა თქმა უნდა გაგონილი არ ქონდათ რომ იყო ღმერთი სადღაც. Они знали, что есть Бог где-то. და უთხრეს ღმერთი გამოგვეცხადა ებრაელთა. წავალთ უდაბნოში 3 დღის სავალზე და შევწირავთ სხვერts უფალს ჩვენს ღმერთს, რომ არ ამოგწყვიტოს შავი ჭირითან מחვილი. Он сказал: Бог явился нам, мы должны выйти в пустыню, поклониться Богу, чтобы Бог не уничтожил нас болезнями, не наказал. ზეფასებო არის უმნიშვნელოვანესი. Очень важно. თუ არ ხარ თაყვანისმცემელი ღმერთის, Если ты не поклонник Господу, თუ არ ხარ მსხვერპლიანი ღმერთის წინაშე, если ты не жертвенный, თუ არ ხარ მსახური, если ты не служишь Господу, ეს არის პრობლემებისთვის ძალიან ღია კარები. это для проблемы очень открытые двери. ყველგან და ყოველთვის უნდა იყო აი ამ სამი პრინციპის დამცველი. Ты должен сохранять, оберегать эти 3 принципа. ამენ. Служить Господу, поклоняться. ამენ ყოველთვის გააკეთე ეს. Всегда живи так. ამიტომ თუ ამას გააკეთებ, მაშინ ღმერთი წამოგწევს. Если ты будешь жить так, то Бог будет тебя поднимать. აირჩიე. Избери. ან ღმერთს ემსახურე, ეთაყვანე და შესწირე, თუ არა და მოგიწევს фараონზე ამის გაკეთება. Служить, поклоняться, жертвовать и служить Богу, или служить, поклоняться. ადამიანი არ არის თავისუფალი, მე არ გავაკეთებ ამას. Человек без свободы говорит: я не буду ო, это делать. ეკლესიაში რატო უნდა გავაკეთო? Зачем я должен это делать в церкви? მე რა რო წერია რომ ჩემს სახში მოიტანეთ ყველაფერი. Ну что написано, что все принесите. აქ მეთაყვანეთ, Я не буду поклоняться, აქ мეთაყვანეთ, но вы мне поклоняетесь, აქ მეთაყვანეთ. а здесь поклоняетесь, ამენ და აქ მემსახურეთ. здесь მე служите. რა რო ესე წერია. Ну что так написано в Библии? შენ ირჩევ, რა თქმა უნდა. Ты сам избираешь. მაგრამ თუ
არ აკეთებ ამას ღმერთის წინაშე. Но если ты не делаешь это перед Богом, ანუ თუ არ ეთაყვანები ღმერთს, если ты не поклоняешься Богу, არ სწირავ ღმერთს не жертвуешь Богу და არ ემსახურები ღმერთს, и не служишь Богу, მაშინ ავტომატურად тогда автоматически ეთაყვანები ფარაონს, ты поклоняешься Эшмакс, фараону, дьяволу, მსხვერპლს მასწირავ и და мужу მისი поклоняешься. მსახური ხარ. И кому ты служишь? ალტერნატივა არ არის ძვირფასებო და ეს დაიმახსოვრეთ Нет კარგად. альтернативы, запомните, пожалуйста. ამის გამო რა გააკეთა ფარაონმა? Что сделал фараон? სამუშაო მიუმატა მათ. Он прибавил им работу. რისთვის? Для чего? რომ დრო არ დარჩენოდათ. Что времени не было у них. ისე დღეს მე მიკვირს, როცა ადამიანები ამბობენ. Сегодня я вижу, когда люди мне говорят, ძალიან მიკვირს. я очень удивляюсь. ბიბლია წაიკითხე? Я спрашиваю, Библию прочитали? ილოცე? Помолились? მსახურებაზე იყავი? Да были на служение? საშინაო ეკლესიაში იყავი? Да были на ячейке? არა, დრო არა მაქვს. Нет, времени нет. ესმეთ? ღმერთისთვის არ გაქვს დრო Для Бога нет времени, და ფარაონისთვის გაქვს. а для фараона есть время. რისთვის გაქვს დრო? Для чего у тебя есть время? რისთვის გაქვს დრო? Да для чего время? ის გიხსნის, რასაც უთმობ დროს. Вот чему ты уделяешь время? Это тебя может спасти? ტელევიზორისთვის გაქვს დრო? У тебя есть время для Компьютерისთვის. телевизора, для компьютера, შენი iPhone-ისთვის, для твоего айфона, для ინტერნეტისთვის, интернета, გართობისთვის, для развлечений, კომფორტისთვის. для комфорта. გაქვს? Есть კი ბატონო. время? Да. იცი რატო გაქვს? Знаешь, почему имеешь время для этого всего? იმიტომ რომ არ გაქვს ღმერთისთვის. Потому что у тебя нет времени для Господа. იმიტომ არ გაქვს ღმერთისთვის დრო. У тебя для Бога нет времени. ამენ. იმიტომ რომ ფარაონმა იცის, Потому что фараон знает, როგორ არ გქონდეს დრო. как сделать так, чтобы у тебя не было времени. ის მოგიმატებს საქმეს. Он увеличит работу у тебя. ის მოგიმატებს საზრუნავს. Заботу увеличит. ამენ. ის მოგიმატებს გზებს თუ როგორ არ გქონდეს დრო Он ღმერთისთვის. сделает так, чтобы ты был загружен, чтобы не было времени для Господа. რომ მე თავი იმართლო ნაცვლად მონანიებისა. И что вместо покаяния ты всегда оправдал себя, что და нет. ამიტომ რა გააკეთა ღმერთმა? И что сделал Господь? სასჯელებით დაამსხვრია მისი ყოვლის შემძლეობის მითი. Да, и миф о всемогуществе фараона он разрушил казнями. ესე ღმერთი ეუბნებოდა ამას გავაკეთებ? Он говорит, я сделаю это. ამას ეგონა რომ შეძლებდა წინააღმდეგობას. А фараон думал, что я выйду против Господа, смогу შეძლებდა წინააღმდეგობას. опротивиться он Amen. думал, что Богу. ეგონა რომ შეძლებდა. Он думал, что он это сможет. ამენ. ჰალელუია. ოჯახ. ხო იცით ამას წინათ ვიქადაგე, ყველაფერი შემიძლია ქრისტეში გახსოვთ? Да, помните, я проповедовал, что я все могу во Христе. ფარაონს ეგონა რომ შეძლებდა. Фараон думал, что он сможет это. როცა დამარცხდებოდა, И когда он был вот поражаем, მე ნებდებოდა და ამბობდა ვერ შევძელი. он говорит, да, я согласен, წავაგე. я проиграл. შენ ხარ ერთი მე 0. Да, შენ ერთი ხარ მე 0. да, ты один, а я 0. მე ისევ ეგონა რომ მეორეჯერ А შეძლებდა. я думал, что вот сейчас я смогу. და 10-მდე ავიდა. И до 10 дошло. 10-ვეჯერ ეგონა И 10 раз он думал, რომ ის შეძლებდა. что сможет. ამენ. Аминь. შენ რამდენჯერ გონია რომ შეძლებ? А сколько раз ты думаешь, что ты сможешь? რომ გამოსწორდები? Что ты изменишься, исправишься? რამდენი წელია გონია რომ შეძლებ? Сколько лет ты думаешь, что ты сможешь? რომ უკეთესი გახდები? Станешь лучше? რამდენი წელია გგონია Сколько лет ты уже думаешь, რომ კარგი მოწმუნე ხარ что ты хороший верующий, და შეძლებ? что ты сможешь? რამდენი წელია გგონია ეს? Сколько лет ты уже думаешь вот так? და ისევ 0 ხარ და აგებ. И ты еще в нолике, ты еще проиграешь. ვისთან აგებ? И ვისთან მარცხდები? Да перед кем ты вот проигрываешь? ჩემთან ხარ ძვირფასებო? Друзья, вы со мной? და კიდე რამდენ ხანს უნდა გეგონოს? И сколько ты еще должен думать вот так? და კიდე რამდენ ხანს უნდა წახვიდე წვეთის წინააღმდეგ? Сколько ты должен идти еще против этого рожна? როგორც სავლე მიდიოდა. Как Савл и шел. მას ეგონა რომ შეძლებდა Он думал, что он сможет. და 10-ის მერეც კი И после этих 10 казней даже კიდო მისცა თავს იმისი უფლება რომ შეძლებდა და დაედევნებოდა და დაამარცხებდა გამოთავისუფლებულ ებრაელებს. он даже дал право себе вот погнаться и сказать, я их догоню, вот этих освобожденных евреев.
სანამ მთლიანად და აბსოლუტურად არ დამარცხდა. Пока полностью он не был уничтожен, поражен полностью. ნახეთ, როგორ ცხოვრობ. ქრისტიანად მოგაქვს თავი Как ты живешь? Ты живешь как будто христианин, და შენივე ესეთი ლოიალობით მიდიხარ მარცხისკენ. но своей лояльностью ты идешь в поражение. ფიქრობ რომ დროა გაჩერდე. Я думаю, время тебе ასე остановить. ოხელები და უთხრა უფალო, შენ მმართე. Поднять руки и сказать, «Суд, მომწონ ხარ? Господь, ყველაფერი მომწონ შენი დაწესებული რაც არის. да управляй мной. Мне нравится все, что ты ვიდრე положил. გულს და მინდა გამოყვე უსიტყვოდ და Я хочу без დაგემორჩილო. слов тебе подчиниться и следовать за тобой. ჰალელუია. ესეთ ასე დაემსხრა ფსევდოღმერთები ეგვიპტეში. И так были вот поражены все боги в Египте. ამენ ის 10-ვე ძვირფასებო ღვთაებას წარმოადგენდა, რაც დაამარცხა ღმერთმა. Все, что Бог поразил, вот эти 10, они представляли вот богов египетских. ნილოსი ღმერთების მამად ითვლებოდა. Нил считается отцом богов. წარმოგიდგენიათ და წარმოგიდგენთ ეს მათი ღმერთი ამყროვდა. Кстати, их бог восмердел. სისხლად იქცა. И Нил стал кровью. ბაყაყი ნაყოფიერების სიმბოლო იყო. Да, жаба была богом вот და როგორ плодоносности. გაამასხარავა ღმერთმა. Да, и как Бог вот насмехался. ცეცხლთაყვანის ცემლები იყვნენ მზეს ეთაყვანებოდნენ და დაბჩაქრა მათი ღმერთი. Они были это поклонники, они служили солнцу, и солнце потемнело. ხარი ძალმოსილების წარმატების და ამოწყდა მთლიანად. Да, бык был, вол был как бы силой крепости Бога, и он просто были уничтожены. პირმშოები ძვირფასებო. И первенцы. იცით, პირმშოს განსაკუთრებით ეპყრობოდნენ ეგვიპტეში. Да, в Египте с первенцами особо поступали. იმიტომ რომ ის საიქიო ცხოვრებაში მათთვის იყო გარანტია რომ იქ კარგად იქნებოდნენ, აქ თუ თავიანთ პირმშოს ძალმაგრად მოეპყრობოდნენ. У них такая была легенда, если вот их вот первенец хорошо будет жить, то там в загробной жизни все будет хорошо тоже. ციმნიავს არაკარებდნენ. Они их очень за них оберегали, все хорошо ухаживали за первенцами. ამოწყდა პირმშოები. И погибли все первенцы. ну შეიძლება თქვა რომ ღმერთმა რატო ну თუ ესეთი მრის ხანია ღმერთი. Ты можешь сказать, что... სკეპტიკოსები ყოველთვის ფიქრობენ ამაზე. Да, скептики говорят, ну почему такой Бог строгий, что он так вот все уничтожил? ესე первенцев? პირველ რიგში ძვირფასებო. Во-первых, ისინი გაფრთხილებული იყვნენ. они были предупреждены. ღმერთი არ მოკლავდა მათ. Бог бы их не убил, Amen. не და уничтожил. მეორე, И второе, მათ დათესეს და მოიმკეს. да они сами это посеяли. გახსოვთ რომ и ამოწყვიტა пожали. ებრაელი ბიჭებს რო კლავდნენ Да, помните, და что მოსეს ასწავლებლად რო გადაარჩინეს да, ბებიაქალები. они всех мальчиков еврейских уничтожали, только вот Моисея спасли, чудом спасся сам Моисей. ამენ. Аминь. ადამიანი რასაც დათესავს იმას მოიმკეს. Человек, что посеет, то пожнет. სიყვარულს თესავს, სიყვარულს მოიმკე. Любовь посеешь, любовь пожнешь. პირფერობას დათესავ, პირფერობას მოიმკე. Да, лицеприятие посеешь, лицеприятие. ურჩობას дათესავ, ურჩობას მოიმკე. А непослушание, ორგულობას დათესავ, ორგულობას მოიმკე. да, твоя душа будет вот пожнет ზურგს твоя უკან душа. ჭორიკნობას დათესავ და ცილის სამებას ამას მოიმკე. Да, если ты будешь светить за спиной, ты это пожнешь. ეს მე Клеветать. სიყვარულს დათესავ. Любовь посеешь. ვინმე ვერ შეუშლის ხელს და მოიმკე მას. Никто не может помешать, ты обязательно Да, это совершенно. пожнешь и так далее. ეხლა ვნახოთ პირობები ძვირფასებო რაც ღმერთმა წაუყენა. Сколько Бог им поставил. მოდით მანამდე გადავავლოთ თვალი თუ როგორ დაიცვა ღმერთმა თავისი ხალხი, იმიტომ რომ მან პირობა დადო რომ მე დაგიცავთო თქვენ აი ამ კატაკლიზმებში. И Бог, что я буду оберегать свой народ среди этих казней. ყველგან ბუზანკალი იყო და სადაც მისი ხალხი იყო, იქ არ იყო ბუზანკალი. Да, везде были мошки, а там, где был еврейский народ, не было გამოსვლის мошка. 8:22. Это исход 8:22. ეტა არ თქვა. შემდეგი И следующий. 9:6 და 26. 9:6 Да, 9:6. ყველგან ამოწყდა საქონელი, ხოლო თავის ერში არ მომწყდა და არ მომკვდარა არც ერთი. Да, скот вымер, но у еврейского народа скот был все в порядке. წარმოგიდგენთ შემდეგ. შემდეგი 26-ე, ნუ გადადიხარ კაცო რა გჭირს. 9:26. ყველგან დაისეტყვა ყველაფერი, მაგრამ სადაც მისი შვილები ცხოვრობდნენ არ დასეტყვა. Да, был град, но в земле Гошен было все, не было града. მოდით შემდეგი მე-10 თავი ვნახოთ. И 10 глава, 23 стих. ყველგან სიბნელე და წყლიანდი იყო, ხოლო მის შვილებთან არ იყო სიბნელე. Да, везде была тьма, ну, у еврейского народа был свет. და ეს წინა პირობა იყო, მაგრამ რა პირობა წაუყენა ღმერთმა? მოამზადეთო უმანკო კრავი, Он сказал, каждый из вас приготовьте. ყველა ოჯახს უნდა ეყვანა უმანკო, მამრობითი სქესის კრავი. А возьмите
Вот каждая глава семьи, возьмите არა დასახიჩრებული, არა კოჭლი. очень კრავი. агнца мужского пола. ამენ და არა კურდღელი ძვირფასებო. Ну не кролика или ამენ зайчика. კურდღელი არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ დღეს ეს შემოვიდა და ჩვეულებრივად არის. Да, а сегодня зашел как бы вот, ну, ხმიადები უნდა გამოეცხოთ. также напеките лепешки не дрожжевые. იქ არ უნდა ყოფილიყო, ისა რა ქვია, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყო საფუარო. Да, это был такой бездрожжевой хлеб, лепешки. საფუარის გარეშე კვერი. Вот такие да, бездрожжевые лепешечки. ამენ, არა პასკა, კვერი. Ну не паска, а лепешка. თქვი არა პასკა, კვერი. Скажи, не паска, а лепешка. ამას ბიბლია გვეუბნება ჩვენ. Это Библия говорит. ჰალელუია. და ასევე И также. მწარე წვანილით უნდა ეჭამათ. И ешьте это все с горькими травами. არა ტკბილი და იქ რაღაც სასიამოვნო ნუგბარი, მწარე. Да, такие сладости, а такие горькие და травы. არა საქეიფოთ ჩამოსაждომად. Да так что так вот пиршество. ჩაცმული იყავითო. Они говорят, будьте готовы, одеты. სარტყელი უნდა გქონდეთო. Да, припаяшены будьте, готовы. будьте. ნებისმიერ წამს რომ იქნება ბრძანება, გაიქცეთ უნდა იქედანო. Да, что будет повеление, и вы будете выходить с Египта. ეს არ იყო საქეიფო რიტუალი Это не ზუსტად. был вот ритуал для ეს იყო праздника. სიმბოლო. Это был символ. მწარე ნიშნავდა ცოდვილ წარსულს. Да, горькая, это значит их вот греховная жизнь, прошлая жизнь. ამენ, ეს იყო ტანჯვის სიმბოლო. Это был символ страданий. ხომ მიტანჯეთო? Он сказал, вы здесь ხომ страдали. მითხარით რომ გაგვათავისუფლეთ Вы ტანჯვისგან? говорили, что спаси нас, освободи ამიტომ უნდა нас. ჭამო ის რაც არ გიყვარს. Ты тоже есть то, что ты не любишь. საფუარი ეს არის ცოდვის სიმბოლო ძვირფასებო. Да и дрожжи это символ греха. ამენ, საფუარი ცოდვის სიმბოლოა. И дрожжи это символ греха. ამიტომ საფუარის garaშე უნდა ჭამო. Он говорит, ты тоже есть без дрожжей. გამოვა პასკა საფუარის garaშე? А Пасха выйдет без дрожжей. Ара. Не будет Пасха. რას მელაპარაკებით? Правда, не выйдет. კრავი И агнец. ეს იესო ქრისტეა ძვირფასებო. Это Иисус Христос. ამენ, იმიტომ რომ მას როგორც ამ კრავს იესოსაც ამოწმებდნენ. Вот так же, как этого ангца Иисуса, ну, тоже проверяли. და პილატემ რო თქვა მე ვერ პოვეო მასში ვერანაირი И ნაკლი. Пилат сказал, что я не вижу у меня вины, греха. ეს не вижу. უნაკლო იყო. Он был, ესე იგი შეიძლებოდა მისი შეწირვა. мужа его была. ებრაულად პესაქ ეწოდება ძვირფასებო ამ დღესასწაულს. Да, по-еврейски это праздник называется как праздник Песах. ინგლისურად პასოვერ, ა? ინგლისურად პასოვერ. А по-английски Passover. დიახ. ეს ნიშნავს რა ძვირფასებო? А это означает მოდით ნახოთ გამოსვლის მე-12 თავი. и исход 12 глава. Это нас- გვერდს აგივლით. Я пройду мимо. პასექი ნიშნავს გვერდისავლას. Да, Пасха означает пройти мимо. ამენ, ეს არის გვერდისავლა. Это пройти мимо. ასევე ის ნიშნავს საფარველს, დაფარვას, ფრთებს. Это значит как бы крылья, покров. ამენ. და რა უთხრა, რა პირობები წაუყენა? ამას ხო გააკეთებ? Он говорит, если вы это сделаете условия такие, სისხლი უნდა წაუსვათ კარებზე. მოდი ნახოთ. да вы должны помазать косяки. უნდა აიღოთ ამ კრავის სისხლი Да вы должны взять кровь агнца და წირთხზე და ძელებზე უნდა წაუსვა. и помазать на косяках и на дверных моем. გესმით? ძვირფასებო. მოდი ისევ მე-12 თავი ვნახოთ. 12 глава. გამოუშვებო დამღუპველს И пойдет по земле египетской губитель. და სისხლი თქვენ სახლებზე იქნება ნიშნად. И кровь на дверях ваших будет რის ნიშნად? знамение. რომ იქ უკვე სისხლი დაღურილია. Что здесь уже была кровопролитие, что რომ всё- იქ უკვე მოხდა ყველაფერი. что всё уже было заплачено. ამენ? ამენ ძვირფასებო. ის დამღუპელი სად შედიოდა, სადაც არ იყო სისხლი. Ходил туда, где не было этой крови. ამენ? მაგრამ სადაც იყო სისხლი, А где была кровь помазана, იქ ის არ შევიდოდა. туда губитель не заходил. რა საინტერესოა. Как интересно. ის არ ეძებდა. Но этот губитель не ო, ალბათ ამ ოჯახში ღირსეულები ცხოვრობენ. Вот в этой семье такие достойные люди живут, ალბათ სულიერები ცხოვრობენ. такие духовные люди. ეს არ არის ნიშანი, რითაც გამოყოფს ძვირფასებო ღმერთი Да, Бог ადამიანს. не выделяет вот этими качествами. ერთადერთი რითაც გამოიყოფი შენ, Только один, что вот чем у Бога есть ეს არის თუ вот различие. მორჩილი ხარ. Если ты послушаешь, ამენ, თუ ერთგული ხარ, если ты верный, თუ მომსმენი ხარ ღმერთის если ты სიტყვის, слушаешь Божье Слово, როგორ თავმდაბალი ხარ и насколько ты смирен, და როგორ უსმენ მას. и как ты слушаешь Бога. ან პასექი ძვირფასებო თარგმანით Да, Пасха, если ее перевести, ნიშნავს გვერდისავლას. значит
пройти мимо. ამენ. თუ შენ ხარ ისეთი, როგორც ეხლა ჩამოვთვალე, Если ты такой, как я вот сейчас перечислил, მაშინ ეშმაკი გვერდს когда აგივლებს. дьявол придет мимо, ამიტომ რომ ის ხედავს სისხლს შენზე. потому что дьявол видит кровь на тебе, იესოს სისხლს ხედავს შენზე. он видит кровь Иисуса на тебе. და ეს სისხლი უნდა ყოფილიყო უდანაშაულო კრავის. Это должна быть невинного акта. მოდით ნახოთ ეს შემდეგი ილუსტრაცია ძვირფასი. Посмотрим иллюстрацию. მორჩილი ადამიანი ამას გააკეთებდა. Да послушай, человек вот это сделает. დაკავული კრავი Да заколен агнец, და ყოველ მამაკაც ოჯახის თავს უნდა წაესვა ეს сисხლი. каждый мужчина, глава семьи, должен был мазать двери своего дома. რამე დანაშაული მიუძღოდა იმ კრავს? Разве агнец в чем-то был виновен? არაფერი. Нет, ни в чем. ჩვენი დანაშაულის გამო შეეწირა ის. Да он был вот ради наших грехов. და იესოს ზუსტად ჩვენი დანაშაულის გამო შეეწირა ძვირფასი. И также Иисус тоже рассказывал за наши грехи. ვერავინ ვერ დაიმსახურებს ამას. Никто не заслужит этого. ღირსი არავინ არ არის. Никто не будет достоин этого ეს არის спасения. სიყვარული უფლის. Это Божья любовь. ამენ. Аминь. სისხლია მხოლოდ საკმარისი გადარჩენისთვის. Только кровь достаточно для ვერაფერი ვერ спасения. იქნება საკმარისი შენი Для გადარჩენისთვის. этого спасения нет ничего, ვერანარი კეთილი საქმეები, ни добрые дела, ვერანარი მსხვერპლიანობა. ни какие-то жертвоприношения. ესეთ რა მოთხოვნა წაუყენა ღმერთმა ფარაონს, რისთვის გამოუშვიო? Я почему сказал, что отпусти народ мой, მეთაყვანოს, чтобы он мне поклонился, მსხვერპლის შემწიროს принес და жертву მემსახუროს. и послушал ყველაზე меня. ძლიერი თაყვანის მცემელი რო იყო. Если ты будешь самым ყველაზე лучшим поклонником, უხვი მსხვერპლის შემწირველი რო если ты იყო. будешь очень много жертвовать, ყველაზე თავმდაბალი მსახური რო если ты იყო. будешь самым смиренным служителем, ეს არ არის კრიტერიუმი რომ გიხსნას это не ღმერთი. критериум для твоего спасения. მხოლოდ მისი სისხლი. Только кровь его, მხოლოდ მისი სისხლი. только кровь Христа, ამენ. Аминь. მხოლოდ მისი სისხლი. только его кровь, მხოლოდ მადლი. только благодать, სხვა არაფერი. больше ничего. ამიტომ შეწყვიტე რაღაც წარმოდგენების შექმნა შენს И не თავზე. думай, вот о себе много что-то особое. რომ შენ ხარ რაც ხარ და განუმეორებ. Что-то такое особенное, неповторимое. ესმეს? იესოს სისხლია. Кровь Христа. ეს ყველაფერი. Это все. ჰალელუია. Аллилуйя. ქება ჩვენს ღმერთს. Слава нашему Господу. რა მოხდა ძვირფასებო? И что произошло? წინა დღით ოსანას გახკიოდნენ იესოს. Перед распятием люди кричали «Осана». და ყველამ ვიცით რომ ოსანა ნიშნავს დიდება ღმერთს, ანუ ღმერთის ქებას. Осана значит слава Богу, это хвала. და ასევე მისი თარგმანი არის ძვირფასებო ოსანას. Да, и перевод Осана. გთხოვ გვიხსენი. Просим, спаси нас. ამენ. ანუ ამით ღმერთს თხოვდნენ იესო გვიხსენი. Они просили Иисуса, спаси нас. წარმოგიდგენიათ, არ იცოდნენ რას იძახდნენ და სინამდვილეში ისინი აღიარებდნენ რომ ღმერთო შენ უნდა გვიხსნა ჩვენ. Они не понимали, это говорили как риторически, но они говорили спаси нас. ესმეთ. კი, არის ოსანა ღმერთს დიდება და ჰალელუია, Да, Осана есть хвала и слава Богу. მაგრამ ის ნიშნავს И также она значит в უნდა переводе მიხსნა ღმერთო. Боже, спаси меня. ამენ. Ты должен спасти меня. Аллилуйя. ოსანა ეს არის უფალო შენს გარეშე შეუძლებელია ჩემი ხსნა. Осана значит без тебя мое спасение невозможно. ამენ. Аминь. ოსანა ღმერთო. Осана Господь. ჰალელუია. Аллилуйя. აი რას გახკიოდა ეს ანგაჟირებული ხალხი, Вот что кричали вот эти люди? რომლებმაც Толпа. ერთი კვირის მერე ჯვარს აცვიო ყვიროდნენ. Через неделю они говорили, распни его, распни. აი ესე არ უნდა აერიო შენი ცხოვრება. Твоя жизнь не должна быть такой. დღეს ეუბნები ცოდვები მაქვს მიხსენი უფალო Сегодня говоришь, вот я грешный, спаси меня, Господь. და მერე იცული მდგომარეობას. А потом меняешь свое положение. ამენ. Аминь. ამიტომ დაუკვირდი ყოველ გამოსულ სიტყვას შენი ბაგიდან. Обрати внимание за каждое слово, которое исходит из твоих уст. ჰალელუია ჩვენს ღმერთს ვირფასებ. Аллилуйя нашему Господу. ამენ. Аминь. მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია. Посмотри еще одну иллюстрацию. როდესაც იოანემ დაინახა მისკენ მიმავალი იესო, Когда Иоанн увидел идущего к нему Иисуса, პირველი თავის იოანეს 29 მუხლში. это 1 Иоанна 26, 1-29. აჰა, ღმერთის კრავი, Он сказал, вот агнец Божий, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვას. который берет на себя грехи мира. ესმით? Понимаете? აი ვინ იყო ძვირფასებო ის კრავი? Вот кто и был агнец. მოდი ისე ვის სურათი ვნახოთ. Давайте еще иллюстрацию посмотрим.
აი ის კრავი და დღეს ძალიან ბევრს გონია რომ იესო აი ესეთი უსუსური რაღაც არსებაა რომელიც აქ ჩანს. Вот немощный такой. მაგრამ იმ დროისთვის იყო მისი მისია რომ ეს კრავი ყოფილიყო. Просто это была миссия для Иисуса быть агнцем, ამენ. закланным. მაგრამ ის როდესაც მობრუნდება, Но когда Иисус вернется, იესო მობრუნდება მალე. скоро вернется. იესო მალე მობრუნდება. ამენ. ის აღარ მოვა ესეთი კრავი ძლივს რომ დადის ეკივის. Пусть как вот это агнец такой немощный, ის მოვა როგორც ლომი. он же как лев. ამენ. ის მოვა ლომი. ჰალელუია, ქებამას. Молодой человек. ის მოვა როგორც ლომი. იდება ჩვენს ღმერთს ვირფასებო. მოდით ნახოთ ისევ იოანე როგორ ამბობს. Знаете, как сказал я? აი ეს ის კრავია. Вот, это и есть агнец. რომელსაც იქ ამზადებდნენ და მსხვერპლისთვის ყავდათ გადანახული. Которые люди готовили для жертвоприношения. ამენ. და ის კრავი ვირფასებო იქა ადრე. Иначе вот эти агнцы, კონკრეტულ ცოდვას თუ მოაგვარებდა. вот он омывал какой-то один грех. Вот. ამენ. კონკრეტულ. Да, конкретно. მაგრამ იესომ ყველა ცოდვა იყო. А Иисус грехи всех людей. როდესაც заплатил. ჯერ კიდე არც ვიყავით დაბადებული, როდესაც ეს გააკეთა Мы даже не უფალმა. были рождены, когда он уже совершил это. ხებულობთ. Вы понимаете? ერთხელ და სამუდამოდ მან საკმარისი გახადა ეს ყველაფერი. Он один раз и навсегда смыл эти грехи, он это совершил. და იცით ხო იესოს გვერდით ორი ავაზაკი იყო. Вы знаете, что ნახოთ ეს. до распятия были... ნუ უბრალო ილუსტრაციები გვაქვს. У нас иллюстрация. ეს არის სამყაროს წარმომადგენლები ძვირფასებო, წუთისოფლის, კაცობრიობის. Это просто иллюстрация человечества, ამენ. людей. ერთმა მიიღო, მეორე მოარყო. Один принял Иисуса, другой отверг. და ასე იქნება. И также будет и ზოგი მიიღებს იესო, ზოგი უარყოფს მას. кто-то примет Иисуса, кто-то отвергнет. ამენ. შენ რომლის წარმომადგენელი Но ты ხარ? будешь вот на чьей стороне. ამაზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული. Это много больше зависит от этого. პილატემ რო თქვა, ვერანაირი ბრალი ვერ პოვეო მასში. Пилат сказал, что я не нахожу в этом человеке вины გესმე? никакой. არ იყო იესოში არანაირი მანკიერება. У Иисуса не было никакого недостатка. და ესეთ წესი გქონდათ, შეეძლოთ თუ ესეთ მდგომარეობას აღმოაჩენდნენ რომ არ იყო დამნაშავე. Если они увидели, что человек невиновный, გესმე? მაშინ შეეძლოთ ბარტერი გაცვლა. да, и они могли бы сделать такое, ну, помещение, смещение, как бы, да? ბარტერ. Да, бартер, Amen. вот меняться. ესე თქვი, ნუ Обмен. ჰალელუია. Обмен. ნახეთ ძვირფასებო, ბარაბას გაგინ თავისუფლებთო. Он сказал, что я вам дам вместе. ამას გაგინ თავისუფლებდა ბარაბა ვაცვათობის Да, დასვათ ჯვარს. Иисуса освободил, а Вараву распнем вместо Иисуса. და თქვენს არ გვინდა იესოაც А ვიჯვარს. если сказали, нет, Иисуса распнем. ბარაბა ხორცის განსახიერება იყო. Да, Варава олицетворял плоть. და იესო რა თქმა უნდა უფლის. А Иисус, конечно, был Господом. თეოლოგები ამბობენ რომ ბარაბას იესოც ერქვა. Те говорят, что вот Вараву звали Иисус. ნახეთ, Иисуса. ბარაბა იესო Да, და Иисус Варава, ქრისტე იესო. Иисус Христос. ბარაბა იესო ეს იყო ხორცი, Да, Иисус Варава был ბოროტმოქმედი плоть, он был და злодеем. ქრისტე იესო ეს ვიცით რომ ღმერთია და განსახიერება იყო სული Да, ზვირფასება. он был Господом. მაგრამ ნახეთ რა მნიშვნელოვანია ნიშნულობა ბარაბას როგორც სახელის. Да, и очень важно значение имени Варавы. ბარაბა. Да, Варава. ბარ ნიშნავს შვილს Вара означает сын, და აბა ეს არის ღმერთის სახელი. а Аба это отец. ანუ Божий. ღმერთის ძე, ღმერთის შვილი. Да, то есть сын Бога. და ღმერთი თავის შვილებს მისცემს შანსს И გადარჩენის. Бог своим детям дает спасение. მაგრამ შენ რომელს აცვამ ჯვარზე, ვის აცმევ ჯვარზე, ესაა დღეს თავარი საკითხავი. Там сегодня такой вопрос. Вот ты кого распнешь? ხორცს თუ სულს? Вот Вараву плоть или ხორცს дух? აცმევ თუ А სულს? плоть или дух? ამენ ძვირფასება. ეს შენზე იქნება დამოკიდებული. Это зависит შენ უნდა от მიიღო тебя. ეს გადაწყვეტილება. Ты должен принять решение. ჰალელუია. ღმერთი დიდებულია ძვირფასება. Бог великий. ჯვარი, Распятие. ჯვარი. Крест. არ იყო ესეთი როგორც დღეს სიმბოლოა ქრისტიანობის ძვირფასება. Он не был в то время как символ, как сегодня символ для христиан. ჯვარი შეიძლება დღეს იყოს ოქროს, ვერცხლის, მოპირკეთებული, გალაქული. Да, крест может быть золотым, серебряным, Amen. таким вот лакированным, красивым. ამენ. Amen. მაგრამ ის ჯვარი, რომელსაც რომელიც იესოს ჰქონდა ზურგზე და რომელზეც აცვეს, Ну, ეს крест, იყო который нес Иисус, დასახიჩრებული. был Amen. изуродован на этом кресте.
ეს არ იყო გალაკული და ოქროს. Он был таким золотым, лакированным. იყო? Был это? არა. შექსობიათ პატარა ბწყალი თითში. И тогда вам какая-то вот заноса такая заходила. აი ამ ძელს ჯვრის დასახიჩრებული ქონდა იესოს ზურგი. Это было бревно, которое было по всяким... და ამბობენ დაახლოებით 15 სანტიმეტრის იყო ის სამშჭვალი, რომელიც გაუჭედეს иесოს И ხელებში. примерно, что вот эти гвозди, вот эти, да, они были 15 сантиметров. ამენ. არა ზოგიერთ სურეთში რო არის ხელის გულზე კი არა, აქ მაჯებში მიაჭედეს ის. Да, вот не здесь, а как бы вот здесь поставили прямо. და ისე თავისუფლად ატარებენ დღეს ჯვარს ძვირფასებო. И люди сегодня очень свободно носят крест. ალბათ გინახიათ ხო, რომ დემონსტრირება მოახდინოს ადამიანმა, რომ ის ქრისტიანია, რაღაც დაწესებულების წინ პირჯვარს იწერენ. Да, люди, что все узнали, что они христиане, они вот крестятся. რა არის ჯვარი? Ну что есть на самом деле крест? ჯვარი არის ყველაზე საშინელი ადგილი ბოროტმოქმედის დასჯის. А крест это была вот, ну, кайся, такая, ყველაზე დიდი да, ბოროტმოქმედის. для самых опасных и жестоких Გასმენთ. преступников. ეს თითქმის იგივეა. Это то же самое. მე გახადეს სიმბოლო ქრისტიანობის. Да, впоследствии это стало символом христианства. ერთხელ თქვი იმე ალბათ გახსოვთ. А дальше я сказала, по-моему, ეს იგივე სიმბოლოა это тот же самый символ სიკვდილის, смерти, როგორც კუბო. как гроб. შეგიძლია პატარა კუბო გამოთალო და ჩამოიკიდო? Ты можешь такой вот маленький сувенир, вот гробика сделать и себе так повесить, как сувенир. მოოქროვილი კუბო. Такой, ну, золотой гроб вот здесь. Вот. ამას არავინ არ გააკეთებს. Это никто не сделает так. მეთანხმებით? Вы со мной согласны? ეს იყო ჯვარი ადრე. Раньше вот это было крестом. და თუ დღეს შენ ჯვარს ატარებ და სიმბოლოა შენი რწმენის, Если сегодня он является символом твоей веры, ძალიან ყურადღებით უნდა იქცეოდე. ты должен быть очень осторожным, Amen. бдительным. იქ უნდა მიაჭედო ყოველ დღე შენი ხორცი, შენი ბარაბა Ты должен раскать свою плоть, своего вараву каждый день, და არა შენი სული. а не твой дух. იმიტომ შენი ხორცი და სული ერთმანეთზე წინააღმდეგება Потому что дух მუდმივია. и плоть твой всегда борются, противятся друг другу. ამენ, შენ ხორცი უნდა აცვა ჯვარზე გადარჩენისთვის და Да, ты должен გამარჯვებისთვის. просто раскать о плоть, чтобы дух был спасен. ამენ. Аминь. ამენ ზურფასებო. Аминь, дорогие. პირველი კორინთელთა მეხუთე თავი. 1 Коринфянам 5, 6, 7. არ შეგფერით კვეხნა. Вам не стоит хвалиться. ამენ. უთხარ შენს გვერდით ვინც ის თავს ნუიქენ. Скажи, не хвались, не хвастайся. ამენ. ხალხი რითი და როგორ არიქებს თავს დღეს? Да люди чем или кем только не მე хвалятся. ესეთი ვარ. Я такой. მე ესეთი ოჯახი მაქვს. У меня такая семья. ესეთი მშობლები У მყავს. меня такие родители. ესეთი დედმამიშვილები. У меня такие ესეთი შვილები. Дети такие. ესეთი ქალაქელი ვარ. ესეთი სოფლელი вар. Я такой вот городской. ესეთი დიპლომიანი вар. У меня столько дипломов, у меня дипломов. ესეთი თვალწარმწამლი მაქვს. ესეთი გვარი მაქვს. У меня такая фамилия. და ასე შემდეგ. რითი არიქებს ხალხი თავს? Чем только люди не хвастаются сегодня, не хвалятся. გასმენთ? და უფალი ესე იწყებს ამას. არ შეგშვენის კვეხნა და თავის ქება. Да вам не подходит. Ну, то есть, ნუ თუ არ იცით რომ მცირე საფუარი თელცობს საფუებს. вы не знаете, что вот маленькой дрожжи все тесто становится дрожжевым. თავის თავზე წარმოდგენა. Вот иметь высокое мнение о себе, ეს არის საფუარი ზურფასი. это есть дрожжи. გაგაფუებს. Это тебя обязательно сделать таким და дрожжевым. ზეცისთვის იცით ვინ ხარ? И для них в этом случае кто ты? ფუ. გაფუებული ფუ. Ну, дрожжевая фу такое, можно сказать. Ну, дрожжевая... საფუარს ფუ რატო არის საფუარში არ ვიცი. Я не знаю, почему... თუ არ გინდა იყო ფუა, Если не хочешь быть фу, შეწყვიტე თავის ქება. не хвались, не ამენ. хвастайся. იმიტომ თავის ქება თლიანად გაგაფუებს. Потому что это... Вот хвала тебе... ხო არ გინდა იყო Не გაფუებული. хочешь быть таким испорченным, таким... Ну, хвастун. ამენ. ის თელს შენს დანარჩენს გააფუებს და გააფუჭებს. Да, он все в тебя внутри испортит это. სრულად მოიშორე ძველი საფუარი. Полностью избавьтесь от старых... Что там? საფუარი. ფუ. Да, дрожжей. ამენ. ამენ. საფუარი და ფუ იგივეა. Да. ჰალელუია. Новое слово. Новое слово. ამენ. რათა იყოთ ახალი ცომი. Новое тесто. ნახე ძველი ცომი გადააგდე. Да, старое тесто, избавьтесь от него. როგორი არასასიამოვნოა იცით ზურფასებო. Вот как неприятно. ჩემთვის. Вот для меня
нет. კარები იღება Вот двери открываются, და შემოდის и заходит, входит ძველი ფუ, старый пул. ძველი ცომი. Вот старое тесто. არანაირი განსხვავება. Нет никакого различия. კიდე სხვანაირი შემოხვიდე ხვალიდან. Да ты хочешь завтра Ვის другим უნდა пойти, ეს? таким новым ვის უნდა пойти. ეს? ღმერთ შეუძლია. ამენ. მე ვერ შევძლებ. Я не смогу. მე სულ ფუ ვიქნები. Я всегда буду пул. ამენ. ამიტომ არ მინდა ვიყო ფუ. Я не хочу быть пул. რა უნდა გავაკეთო? Что я უნდა должен сделать? მოვიშორო. Я должен избавиться. ნახე ღმერთი არ მომაშორებს. Да Бог меня не избавит. ჰალელუია. პასტორი ვერ მომაშორებს. ეკლესია ვერ მომაშორებს. მე უნდა მოვიშორო. Я должен избавиться. იმის ნიშნად რომ აღარ მინდა ის. Я не хочу это старое. მე ყავი ახალი ცომი. И будь новым тестом. იმიტომ რომ უფუ არი ხარ. Потому что вы бесквасный. აღარ ხარ ფუ. Может, ты не квасной, я აღარ ხარ ფუ. а ты уже не пул. ამენ. ვინაიდან ჩვენი პასექი ქრისტეა. Наша Пасха Христос. ჩვენს ნაცვლად შეეწირა. Распятого вместе нас. ძვირფასებო, იესოს ბევრი სახელი აქვს У Иисуса есть много имен. და ერთ-ერთი სახელი მისი, И одно имя, ახალი სახელი новое имя. არის პასექი. Пасха. ამენ. იესოა შენი პასკა. Иисус и есть твоя Пасха. ამენ. იესოა შენი პასექი. Иисус твоя Пасха. ჰალელუია. ნახეთ როგორ წერია, ჩვენი პასექი ქრისტეა. Наша Пасха же ვინ არის Христос. შენი პასექი? Кто твоя Пасха? არის იესო შენი пасеქი. Иисус идет к тому. აი რამხელა განსხვავებაა ძვირფასებო ბიბლიურ პრინციპებსა და იმას შორის, რასაც ხალხი აკეთებს. Вот такое различие между библейской традицией и человеческой. ბრმა არ შეუძლია წაიყვანოს დანარჩენი, ყველა ორმოში ჩავარდება. Сегодня может объяснить, что они оба რა სისულელეს არ წააწყდები. Да очень вот глупые такие традиции, очень много. ესეთ ამასინათ ამოვიკითხე. Я не знаю, როგორ что- ეუბნებოდა ეკლესიაში მრევს მღვდელი, Да, пастор, то есть священник говорил своим последователям. ანუ როგორ ასწავლიდა თუ როგორ მოელოცათ გარდაცვლილებისთვის პასკა, Да, აღდგომა. Он учил, как своих мертвых поздравлять с Пасхой. წარმოგიდგენია? Священник учил своих აღარ წავიკითხე. Я не буду уже говорить. აღარ წავიკითხე. А я уже не стала читать. ამენ. აი, ხალხს გარდაცვლილებს ალოცებინებენ და ულოცავენ, აი უნდა მიხვიდე და მიულოცო. აი გილოცავ აღდგომას, ვის ულოცავ? Да, он учит их, что ვინ არის იქ? как своих мертвецов вот поздравлять с Пасхой. სულს რა უნდა მიწაში? Да что Дух хочет თუ сделать? წვიანად იყო სამოთხეშია, Если человек правильно жил, он в раю. თუ არა და ჯოჯოხეთშია. Если нет, он მესამე არ არის третьего нет. და შენ ვეღარაფერს ვეღარ შეცვლი. Ты ничего не можешь поменять. და როგორ უნდა მიულოცო გარდაცვლილს? Как ты можешь вот поздравить мертвецов? რა უნდა უთხრა? Что ты им скажешь? რომ ქრისტე პასექია. Ты скажешь, что Иисус и есть Пасха. და იმან რო გითხრას აბა მთელი ცხოვრება პასკას რას მაჭმევდიო? А он скажет, ну почему я тогда всю жизнь я... და ახლას მომიტანე აგერო. Сейчас полечение принес. Зачем это полечение принес? А? მოდი ცოტა ახლოს მივიდეთ ძვირფასებო რა ისე ამასთან თორე რომ მე გავიგოთ ბიბლია. Давайте пойдем хоть, ну, в разуме чуть-чуть, ესმე чтобы понять Библию. სწორ საძირკველზე დააშენე შენი რწმენა. Свой веру строй на правильном основании. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ძვირფასებო. Да мы должны избавиться от квасного. რატომ გვეუბნება ღმერთი ჩვენ მოვიშოროთ საფუარი? Почему Бог говорит, вот это от квасного избавляйся? მისმენთ? Господь говорит. იმიტომ რომ Потому что ღმერთს უნდა ახალი ცომი Он იყო. хочет, чтобы ты был новым тестом. ღმერთს უნდა ახალი პური იყო. Он хочет, чтобы ты был новым хлебом. რომ свежим. ხალხს შია სულიერება ძვირფასებო. Да потому что люди, они შია голодные, სულიერება შია. а духовно они... ამენ. და შენი მეშვეობით უნდა დააპუროს ღმერთმა ეს Через ადამიანები. тебя Бог хочет накормить этих голодных людей. ამიტომ მათ არ უნდათ საფუარიანი პური. И не нужен такой дрожжевой квасной хлеб. ამენ ვერ იხსნის ის მათ. Этот хлеб их не спасет. იესო თქვა მე ვარ პური Иисус сказал, я хлеб. და იესოს უნდა რომ ჩვენ გამოგვიყენოს როგორც პური ამ შიერი Бог კაცობრიობისთვის. хочет использовать нас как хлеб для этих духовно голодных людей. გესმით ძვირფასებო? ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? Что мы должны делать? მოვიშოროთ საფუარი. Избавиться от квасного. აღარ ვიყოთ ძველი ცომი. Не быть старым тестом. ახალი ცომით. ხმიადი. За новым тестом, опресноком. ავიღოთ იესოს სისხლი. Взять кровь Христа. წავსვათ ჩვენ სულს, შვინვას, ხეულს. И помазать на наш разум, дух, душу и тело. ამენ. ჩვენს ოჯახს წავუსვათ.
Вот окропить семьи ამენ. наши ჩვენს кровью. ქონებას წაუსვათ. Вот наше имущество окропить. ჩვენს ეკლესიას, На церковь ჩვენს окропить. ქალაქს, ჩვენს На ქვეყანას. наш город, на нашу страну окропить. გესმით და ვიყოთ სხვანაირი, გავხდეთ სხვანაირი. Стать новыми, другими. მოყვას წაუსვათ ეს. Вот на ближнего тоже окропить ближнего. Это кровью რომ ვიყოთ Христовой. მატარებელი ქრისტეს იდეადის ვიფასებო. Чтобы его величие нести. ამენ. იესო გაიმარჯვა სიკვდილზე. Иисус победил смерть, над смертью. სიკვდილით. Он смертью Amen. смерть побрал. სიკვდილით. Смертью смерть побрал. სიკვდილით. Смертью. ამენ. ამენ ვიფასებო. Аминь. პავლე მოციქული ამბობს რომ სიკვდილო სადღა არის შენი ჟალა. ამენ. ნესტარი. გესმით სად არის? აღარ Поэтому არის. говорит, что смерть. ცოდვის აღარ არის. დამთავრდა. Я сказал, что греха გამარჯვება нет. მოვიდა Потому ვიფასებო. что полная победа. როდესაც იესო მოკვდა ჯვარზე, Когда Иисус умер на кресте, ის ჩავიდა ჯოჯოხეთში. Он зашел в преисподнюю, да? ეშმაკს გამოართვა გასაღებები, Он забрал у дьявола ключи სიკვდილის და ცოდვის. от смерти и грехов. და აღარ აქვს ეშმაკს ძალაუფლება ცოდვაზე და სიკვდილზე. У дьявола нет уже власти над смертью и над грехами. და თუ ცოდავს ადამიანი, Если человек грешит, თუ კვდება ადამიანი, если человек умирает, მისი არჩევნის გამო. это потому, что он сам это выбрал. ამენ. Выбирает. თორე ეშმაკს აღარ აქვს ეს ძალაუფლება. У дьявола уже нету права и იესოს власти. ჯვარცმამდე ქონდა. Вот до распятия Христа была у него ამენ. власть. ვინც უნდა იმას მოკლავდა. Он мог кого хочет убивать. თუ შენ ხარ დაცული დღეს იესოში. В Иисусе ты сегодня под кровом, და под защитой. ერთადერთი დაცვა იესოში ვიფასებო. И одна защита во Христе Иисусе. ერთადერთი Единственная. ეს არის მის სხეულში რომ იყო, Это быть в его теле, в плоти Христа. მის ეკლესიაში რომ იყო, Быть в церкви. ფიზიკურ ურთიერთობაში რომ იყო დაძმებთან. Да быть с братьями и сестрами в общении физическом. გაკურთხებთ რომ თქვენ ხართ ერთგულად მის Я სხეულში. благословляю вас, потому что вы верны, вы в теле Христа. ამენ. და იცით, როდესაც ეს დრო მოვიდა, И когда время пришло, ღმერთმა უთხრა სულიწმინდას, и Бог сказал Духу Святому, წადი იმ გამოქვაბულში, სამარხში. да иди в эту могилу, в эту пещеру. მგლეთი დახტა იესო. Иисус воскрес. ჰალელუია, ქრისტე აღსდგა მგლეთი. Христос воскрес. ქრისტე აღსდგა მგლეთი. ხება ჩვენს ღმერთს ვიფასებო. ის ცოცხალია. ოდი ნახოთ ეს ილუსტრაცია. ის გამოვიდა. ჰალელუია. ძალიან ძიმე იყო ვიფასებო ის ქვა. რომელიც იყო მიფარებული ამ სამარხზე. Очень зажженным. ძლივს მიაგორეს ჯარისკაცებმა. Воины еле его так вот. გესმით, რამოდენიმე ჯარისკაცმა ძლივს მიაგორა ის. Еле-еле вот это зажженный камень, они привалили к пещере. აი დღეს რომ რაიმე ძალიან დიდი ძლიერი ამწით აიღო ისე. Ты можешь это, допустим, такой огромный камень таким вот краном. მაგრამ სულიც მინდა მის ისე გადააგორა როგორც პატარა ბუმბული. А тут что-то его как, ну, легкое перо отодвинул. და ქრისტე გამოვიდა იქიდან ცოცხალი. Иисус აღმდგარი მგრეთით Он воскрес из мертвых. სიკვდილი არის დამარცხებული, Смерть поражена. აბსოლუტურად დამარცხებული. Полностью поражена. ნახეთ რა კარგი მისა ილუსტრაციაა ვიფასებო. Посмотрите, какая хорошая иллюстрация. იმ ქვამ ნახეთ ქვემოთ აი ცელით სიკვდილის ემბლემა С косой какая. გადაუარა და აღარ არსებობს. И камень. ხო იცით კაცი ცელით რომ მოდის Видите, такая, ну, смерть такая с косой, что идет. Знаете? კასრისა Этот камень уничтожил эту смерть. с სიკვდილი косой. დამარცხებულია Смерть поражена. სიკვდილი დამარცხებულია სიკვდილი დამარცხებულია რომ შენ იცოცხლო Чтоб ты жил. ამენ რომ შენ იცოცხლო Чтоб ты жил. ხოდით ბოლო ილუსტრაცია ვნახოთ ვიფასებო И последнюю иллюстрацию. და უთხრა მას იესო Иисус сказал, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე есть воскресенье и жизнь. ვინც მე მიწამებს Кто будет веровать в меня, კიდეც რომ მოკვდეს если умрет, იცოცხლე будет жить. ამენ ყველა ვინც ცოცხალია Все, და кто ჩემი живой, მორწმუნეა и мои верующие, არ მოკვდება они უკვე не умрут вовеки. ამენ Аллилуйя. ამენ ზურფასებო თუ გარდავიცვლებით Если мы умрем, და ვართ იესოს მიმდევარი и мы последователи ვიქნებით Христа, ახალი ცომი мы будем новым тестом, საფუარის გარეშე без сквозного. ამენ მასთან ერთად ვიქნებით Мы მარადიული будем вечно с Господом. და როდესაც იესომ დაიღრიალა აღსრულდა Иисус сказал, исполнилось, совершилось. ესე იგი მოვიდა ზეციდან იმ ამნისტია ზურფასებო И пришла амнистия небесная. ამენ Аллилуйя. ესე როდესაც სასამართლოში მოსამართლეს გამოაქვს ვერდიქტი
Тогда судья на суде выносит ვის вердикт. მოიხდის სასჯელს. Да кто проходит этот срок, შეიძლება ეუბნებიან, ему говорят, რომ ნუ всё უკვე შენ გადაიხადე ვალი და თავისუფალი ხარ. да ты уже просидел, ты уже свободен, можешь выходить. Yes, Ты mate. уже. მაგრამ Но, იცით უფალმა რა ну გააკეთა? что сделал Господь? როგორი ვერდიქტი გამოგვიტანა? Вот какой вердикт он То нам ჩვენ дал? სერიოზულად ვინანიებთ. Если мы правда каемся, დანაშაული რომელიც ქონდა, все наши прошлые грехи, ის კი არ ошибки, გადაიხადა შენთვის უფალმა. он не просто заплатил за тебя, გაგინულა. он просто, ну, аннулировал, нет у тебя уже. თითქოს არ ჩაგედინოს ისე. Ну, как будто ты никогда не грешил. ამენ შეცდომა მოუვიდა. ხო არის ზოგჯერ ტყუილად იჯდა кაცი სხვის ნაცვლად. Да есть так люди, которые давно зря сидели вот вместо кого-то. ამიტომ ეშმაკმა არ მოგატყუოს ის მონანიებული ცოდვა, რომელიც გააქვს წარსულში. Чтобы дело тебя не было, что грех, от которого ты уже покаялся в прошлом. კი არ გიხსენებს მას უფალი. Да дело тебя, то есть Бог тебя не вспоминает. თითქოს არ ქონია ეს შენი არ То есть ყოფილა. он забыл, их уже нету, как будто это не твои. აი ისეთი გამართლება მოგცა ღმერთს. Бог дал это такое Аминь. оправдание. აი როგორია ჩვენი უფალება. Какой нас Господь. გებულობთ ვისთან გაქვთ საქმე. Понимаете, с кем вы имеете дело? ამიტომ აღარ უნდა გაიმეორო. Ты не должен повторять. და როდესაც მან დაიღრიალა აღსრულდა, Когда он сказал, свершилось. მოვიდა ეს ამნისტია. И пришла небесная амнистия. ამით რა თქვა მან И ძვირფასებო? что он сказал? მისია შესრულებულია. Миссия исполнена. ამენ. დავალება შევასრულე мама. Я отец задание исполнил. ეს მსხვერპლის საკმარისი აღმოჩნდა. Эта жертва была достаточно. ამას აღარ ჭირდება კიდე რამე. Не нужно ეს ничего არის добавлять. აბსოლუტურად იმისთვის, რომ მოხდეს განთავისუფლება Это полное, ადამიანის. чтобы освободить человека. ვალები დაფარულია Долги заплачены. და შენ გაქვს თავისუფლება. У тебя есть свобода. შეცვლისთვის. Для რომ изменения. ისეთი აღარ იყო, Чтобы не быть таким. როგორიც იყავი. Каким ты был. არასდროს იესოს სახელი და ყველა თქვა ამენ ჩვენს უფალს ჰალელუია ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა ცოცხალია ამენ თებობას მოგიწამოვდეთ